გამარჯობა. რეალობა. რეალობის ტოტები. ეს კითხვა, რა არის რეალობა, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და მრავალშრიანი საკითხია, რომელსაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში სვავენ. ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, ეზოთერიკაში, მეცნიერებაში და სულიერ პრაქტიკაშიც კი. რეალობა არ არის ერთი, უცვლელი მოცულობა. ის არის ცოცხალი, მოძრავი, მოქნილი და ხშირად სარკია ჩვენი შინაგანი სამყაროსი. რეალობა არის ის, რაც არსებობს, მიუხედავად იმისა, ვიღებთ თუ არა მას სუბიექტურად. მაგრამ ფილოსოფოსები ხშირად განასხვავებდნენ ობიექტურ რეალობას, გარესამყარო, რომელიც არსებობს ჩვენგან დამოუკიდებლად, და სუბიექტური რეალობა, ჩვენი აღქმა ამ სამყაროს შესახებ. მაგალითად, პლატონის იდეოლოგიურ თეორიას თუ გავიხსენებთ, ჩვენი რეალობა მხოლოდ ჩრდილია იდეალური სამყაროს რეალობისა. ფსიქოლოგიაში რეალობა ხშირად განიხილება პერსონალურ კონსტრუქციად. ადამიანი ქმნის რეალობას თვითონ, განცდებით, ტრავმებით, მოლოდინებით, ინტერპრეტაციებით. ასევე თუ კი დავეთანხმებით კარლ იუნგს, დავესესხებით იმისი შეხედულებების მიხედვით, ის, რასაც შენ ხედავ გარედან, ხშირად არის შენივე შინაგანი სამყაროს პროექცია, შენი სულიერი რეალობა. ადამიანებს ხშირად არ ესმით, რომ რეალობა არის სუბიექტური კონსტრუქცია, შექმნილი ჩვენი მეხსიერების, ემოციების, ტრავმებისა და მოლოდინებისგან, რაც არ ვაღიარეთ საკუთარ თავში, ის რეალობაში ჩნდება როგორც გარე გამოწვევა. ფსიქოანალიზში რეალობის ზუსტი აღქმის უნარი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ნიშანი, ხოლო რეალობის უარყოფა ხშირად მიუთითებს შიშებზე და ტრავმებზე. ვიდრე გავაგრძელებ ორი მარტივი კითხვა თქვენთვის. ცოტა ხნით გაჩერდით, გაეცით პასუხი საკუთარ თავში ამ კითხვებზე. შენი ამჟამინდელი რეალობა უფრო ეგოს პასუხია თუ სულის გამოხატულება? ვის რეალობას ცხოვრობ? შენსას, მშობლებისას, კოლექტივისას თუ საკუთარი სულის მოწოდებისას? ორი კითხვა. დააპაუზეთ, გაეცით პასუხი და შემდეგ გააგრძელეთ მოსმენა. ყველა ადამიანის სულს აქვს რეალობის ტოტების შეცვლისა და ახალ რეალობაში გადასვლის უნარი. ამიტომ თქვენც არ ხართ გამონაკლისი, რომ ეს შეძლოთ. თქვენ არასდროს გიცხოვრიათ ერთი რეალობის ხაზზე. თქვენი ცნობიერება მოხეტიალე სიგნალია და არა ესეთი ფიქსირებული წერტილი, დასმული. სამყარო, რომელსაც ჩვენ მყარად და უცვლელად მივიჩნევთ, გადაკვეთის ველების ერთობლიობაა, ესეთი ენერგეტიკული ველების, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ჩანან მთლიანობაში, რომ ჩვენივე ტვინი ირჩევს რეალობის ერთ ვერსიას, მხოლოდ ერთი ვერსიის დანახვას, აი სწორედ ამ გადაკვეთების ფონზე, სადღაც ერთ წერტილს. პლანეტა არ არის სფერო, არც ბრტყელი, არც ჩაღრმავება, ეს არის ჰარმონიული რეზონანსის კამერა. მრავალგანზომილებიანი მაუწყებლობის სადგური, რომლის ფორმაც იცვლება მასზე ცხოვრები არსებების კოლექტიური სიხშირის მიხედვით. თქვენი ყველა მოგონება, დეჟავიუ, ნოსტალგია, უცნაური სიზმრები და კავშირი იმ ადგილებთან, სადაც არასდროს არ ყოფილხართ, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები არ არის. ეს არის სიგნალის, ინფორმაციის გამოჟონვა იმ დროის ხაზებიდან, რომლებთანაც თქვენი ცნობიერება კვანტურად არის ჩახლართული. ჩემი თუ არ გჯერებთ, გადახედეთ ინტერნეტს და კვანტური ფიზიკა და მეცნიერები ანალოგიურად საუბრობენ მაგაზეც. თქვენ შეიძლება გახსოვდეთ ისეთი რამ, რაც ამ დროის ხაზში არ მომხდარა,
მაგრამ მოხდა სხვაში. ის კვლავ არსებობს. მატრიცაში შენიშნული თქვენი ყველა ხარვეზი, ყველა მუტაცია, ყველა მანდალას ეფექტი, ყოველი მომენტი, როდესაც დარწმუნებული იყავით, რომ რაღაც განსხვავებული იყო, უნდა ყოფილიყო, ან იყო, არ ცდებოდით. თქვენ უბრალოდ ვიბრაციულ ფენებს შორის გადასვლაში იმყოფებოდით ამ დროს. და სწორედ ამ დროს და აქ ხდება ამის გაგება საშიში, მიღება და გაგება. არსებობს მთელი ინსტიტუტები, დაფარული პროგრამები და ხელოვნური ინტელექტი, რომლებიც მიძღვნილია ჩვენი ადამიანების სიგნალის დედამიწასა და საკუთარი თავის ყველაზე დაბალ ვიბრაციულ ვერსიასთან დაკავშირებაზე მხოლოდ, რომ არ გამოვიდნენ ამ ვიბრაციებიდან. რადგან თუ ადამიანი თქვენ გაიხსენებ ან გეცოდინება, რომ შეგიძლიათ რეალობის ტოტები სურვილისამებრ შეცვალოთ, თუ როგორ გადაახტეთ სიტყვით მატრიცულ დაბრკოლებებს თქვენი შინაგანი სიხშირის რეგულირებით, არ დაგჭირდებათ სისტემის და მისი ეგრეგორების მომსახურეობა. არ დაემორჩილებით, სიკვდილის არ შეგეშინდებათ, არ დაავადდებით და არ მოგიწევთ მუშაობა ისე რომ თითქოს ჩიხში ხართ გამომწყდეული. გაიხსენებდით, რომ მრავალ განზომილებიანი არსება ხარ, რომელიც ნათელ მსუბუქ კოსტუმს ატარებს და მართავს საკუთარ სიზმრებს და საკუთარ ცხოვრებას. ამიტომაც სისტემა იყენებს შიშს, ტრამვას, გატეხილ გულს, დესტრუქციულ პროგრამებს, ახალი ამბების ხმაურს, ფულს, საკვებს, კანონებს, ამინდს, სირცხვილს, დანაშაულის გრძნობას და სხვა გონებრივ პროგრამებს. ყველაფერს თავისი ეს ყველაფერი გამოიყენება თქვენი სულის სიგნალის დამახინჯებისა და მისი სიხშირეების შესამცირებლად. ნამდვილი შეთქმულების თეორია იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ჩვენ გვითვალთვალებენ. მერწმუნეთ არავის არ ჭირდებით. არამედ იმაში, რომ შეგდებულად გვაკავებენ სიხშირეებზე, დაბალზე, რათა დავივიწყოთ საკუთარი თავი. ადამიანების უმეტესობა იმდენად ღრმა ტრანსშია, რომ ყველა, ვინც ფრთების შესახებ რაიმეს ახსენებს, გიჟად თვლიან. ასევე შეიძლება მეც კი ეშმაკის მოციქულად შემრაცხოს ვინმე. როგორ შევცვალოთ რეალობის ტოტები და მივაღწიოთ უფრო ხელსაყრელ და სასურველ სიხშირეს? თუ თქვენს ცხოვრებაში მუდმივად განმეორებადი მოვლენებია, დამანგრეველი ან უსიამოვნო ხასიათის, ეს აშკარა ნიშანია იმის, რომ ძველი ტოტის მრავალი გაკვეთილი არ დასრულებულა და თქვენ გეძლევათ შანსი დაასრულოთ ისინი. ეხლა ამ ცხოვრებაში ისწავლეთ რეალობის ტოტების შეცვლა თავად. ნუ გაქვთ იმედი იმის, რომ ვინმე ამას თქვენს მაგივრად გააკეთებს. ან თქვენთვის გააკეთებს. თუ შენ გრძნობ გაღიზიანებას, ბრას, ეჭვიანობას, წყენას, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენს სიხშირეებს და ხდით დაუცველს გარე გავლენის მიმართ. თუ არის ძალის დაქვეითება, აპათია ან დეპრესია, თქვენ უნდა გაუმკლავდეთ მათ, რათა დაიბრუნოთ სულის თავდაპირველი ძალა და სიხშირე. როგორ შეგიძლია რომ შეცვალოთ ტოტები რეალობის? თუ მივუდგებით ამ თემას როგორც ფსიქოლოგიური, ენერგეტიკული და ეზოთერული სისტემების გადაკვეთას, ტოტები ეს არის რეალობის ფილიალები, სცენარები, შესაძლო ხაზები, რომლებიც იშლება ჩვენს წინ. მათი შეცვლა ნიშნავს გავლენას იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც სული მოდის ცხოვრებაში. გაცნობიერება იმის, თუ რომელ ტოტზე ხარ. ყველაზე დიდი შეცვლა რეალობის იწყება სწორედ საკუთარ თავზე დაკვირვებით. კონკრეტულად რომელი ტოტი ხარ ახლა, სად ხარ ცხოვრებაში, აქ და ახლა, რომელი სცენარი გიმეორდება უფრო ხშირად. კითხე საკუთარ თავს,
რას ცვლი მუდმივად და რას ცვლი მუდმივად და რას ვიმეორებ. რა მტკივა ისევ და ისევ. რა ემოციური ჩიხი არ თავდება. ეს ტოტი ხშირად არის არაცნობიერი არჩევანი, რომელიც გამოხატავს ან ტრამვას, ან კარმულ რეპეტიციას. რეალობის შესაცვლელად აუცილებელია ინტუიციური რუკა და გზაჯვარედინები. ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება გზაჯვარედინები. გვინდა არ გვინდა, მაინც გვხვდება, ანუ არჩევანი. ენერგეტიკული და ემოციური ნიშნები, რომლებითაც სული ეძებს სხვა ტოტს. მეტაფორული ბარათებით და ტაროს დახმარებითაც შეგიძლიათ გამოიკვლიო, სად არის გზაჯვარედინები თქვენს ცხოვრებაში. პირობითად. სად მთავრდება ძველი რეალობა, რა ბლოკავს გადასვლას ახალზე, რა უნდა გათავისუფლდეს. აი ეს არის ის სწორი კითხვები, რომელიც თქვენ კონსულტაციებში ჩემთან შეგიძლიათ გამოიყენოთ. სწორად, რა ბლოკავს, სად მთავრდება რეალობა, რა ბლოკავს გადასვლას და რა უნდა გათავისუფლდეს. ზოგჯერ ერთი სიმბოლო, ერთი სიზმარი ან დიალოგი მიგვითითებს იმ შესაძლებლობაზე, რომელიც გვხვდება რეალობის სხვა ტოტზე. რეალობის სწორად ახმისთვის საჭიროა ძველი კონტრაქტებისგან განთავისუფლება. ბევრ ადამიანს აკავებს შეუცნობელი კონტრაქტი. მშრობლებთან, საგვარეულოსთან, ყოფილ ურთიერთობებთან, რისი მართვისკენ ხარ მიჯაჭვული. რომელი პასუხისმგებლობა არ არის შენი, მაგრამ შენ თვლი, რომ უნდა ატარო ის. ეს კონტრაქტები ძველი ტოტებია, რომლებსაც თქვენ ვერ ელევით და სული ვერ იღებს განახლებას. არ ხდება ტრანსფორმაცია, რომელიც ასევე იწვევს ერთი და იგივე რეალობაში ტრიალს. როდესაც არ ხდება ტრანსფორმაცია. რეალობის ახალი ტოტი იწყება იმ წუთიდან, როდესაც შენ მოქმედებს სხვაგვარად, ფიქრობ სხვაგვარად, გჯერა სხვაგვარად. ეს არის ახალი ინფორმაციული პროგრამის ჩაწერა. ნეირონების. ყოველი ახალი რწმენა, თვითდაჯერებულობა და გადადგმული ნაბიჯი ახალი ტოტის ჩანასახია, ანუ რეალობის ახალი ტოტის. რეალობის ტოტების შეცვლა ნიშნავს გადახედო და შეხედო ცხოვრება სხვაგვარად. გათავისუფლდეთ წარსულის ნეგატიური ბმებისგან. აირჩიო შენთვის ახალი მდგომარეობა, იმოქმედო იმ ენერგიით, რომელიც ჯერ არსად ჩანს, მაგრამ უკვე არსებობს სამყაროში. იქედან გამომდინარე, რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო ენერგიაა, არსებობს ენერგეტიკული ბლოკები, რომლებიც ხელს უშლის ცვლილებას ადამიანის რეალობაში. ის ინფორმაციულად ხშირად იმალება ქვეცნობიერის სივრცეში და მათ გამოვლენას ცნობიერებაში ამოყვანასა და ტრანსფორმაციას სჭირდება სიფრთხილე და სიმამაცე. ყველა ნივთი, აზრი, ემოცია არის ენერგია, გარკვეულ ვიბრაციაში. ამ კუთხით რეალობა არის ვიბრაციული რეალობა. რაც უფრო სუფთაა შენი ვიბრაცია, მით უფრო სინქრონში ხარ სულთან და არა ეგოსთან. რეალობა მაშინ იბადება, როცა ენერგია ყალიბდება ფორმად. ის, რასაც უწოდებთ რეალობას, არის შეერთება კოლექტიურ და ინდივიდუალურ ენერგეტიკულ ველებს შორის. ხშირად ცვლილებებისთვის საჭიროა ძველი ენერგიების გასუფთავება, ანუ რეალობის ახალ ტალღაზე გადასვლა მოითხოვს ენერგეტიკულ გათავისუფლებას. ადამიანებს რეალობის ტოტების, ანუ ცხოვრების სცენარების, შაბლონების ან რეალობის ხაზების შეცვლა უჭირთ რამდენიმე ღრმა და ზოგჯერ შეუმჩნეველი მიზეზის გამო. ეს მიზეზები არა მხოლოდ ცნობიერ, არამედ არაცნობიერ დონეზეც მოქმედებს. ამის ცვლილებებში ხელს გვიშლის შიშის მექანიზმი, უცნობის შიში. ადამიანის ფსიქიკა ხშირად ირჩევს ნაცნობ ტკივილს, ვიდრე უცნობ თავისუფლებას. ჯობია ის ნაცნობი, ვიდრე უცნობი, რაც შეიძლება უარესი იყოს. ცვლილება აღიქმება როგორც საფრთხე, რადგან რეალობის ძველი ტოტი იძლევა ილუზიურ სტაბილურობას. ტვინი ავტომატურად ააქტიურებს აკრძალვას, რომელიც საფრთხეზე რეაგირებს, ესე იგი ცვლილებაზე როგორც მტერზე.
ფსიქიკას ურჩევნია ძველი, მტკივნეული რეალობა, ვიდრე ფსიქოლოგიური სიცარიელე, რომელიც ახლავს ახალ გზას. შიშების ეს ბლოკი დაკავშირებულია უსაფრთხოების არქონასთან. შიშის ბლოკი ენერგეტიკულად მიუთითებს დაბლოკილ, ფესურ ჩაკრაზე, მულათარა. ცვლილებების შემდეგ ვინ ვარ მე? თუ შევიცვლები, დამტოვებენ. თუ გავხსნი ახალ ენერგიას, უკაცრავად, როგორ გავუმკლავდები მას? სიმპტომები გადარჩენის რეჟიმში ყოფნა, შინაგანი დაძაბულობა, ფინანსური კრიზისი ან ფიზიკური სტაგნაცია, ესე ვლინდება სიმპტომურად. ახალი რეალობის მიღებისას ასევე მიუღებლობას ასევე იწვევს შინაგანი სცენარების გამეორება. ადამიანს ხშირად აქვს ღრმა ფესვგადგმული შინაგანი სცენარები, რომელიც ბავშვობიდან მოდის. მე არ ვიმსახურებ კარგს. სიყვარული მტკივნეულია. ფული მხოლოდ მძიმე შრომის შედეგად მოდის. ეს ხდება საკუთარ იდენტობასთან შერწყმული რწმენებით. რაც ნიშნავს, რომ ტოტის შეცვლა მოითხოვს არა მარტო ქცევის, არამედ იდენტობის ტრანსფორმაციასაც. ცვლილება თანაბრად ეხება ვინ ვარ მე და ეს ძლიერი გამოწვევაა საკუთარ თავთან. იდენტობის სირცხვილის და დაამნაშავეობის ბლოკი კავშირია წელის ჩაკრასთან, სვათხისტანა. ეს ენერგია ბლოკავს სიამოვნებას, თავისუფლებას, საკუთარ გზაზე დადგომას. საიდან მოდის ეს? ბავშვობაში მიღებული შერცხვენებით. არ შეიძლება. ეს არ არის კარგი ქალი ან კაცის საქციელი. კოლექტიური საგვარეულო მორალიდან და ასევე შინაგანი ხმა, როდესაც ჩაგვძახის. მე არ მაქვს უფლება, რომ ყველაფერი ასე კარგად მქონდეს. სიმპტომური გამოვლინება სხეულის უარყოფა, სექსუალურობის დაბლოკვა, სიამოვნების დანაშაულში გაზრდა. რეალობა ვერ იცვლება, როდესაც არის კოგნიტური დისონანსი. როცა ადამიანი იწყებს ახალ გზაზე გადასვლას, ფსიქიკას ეწყება შინაგანი წინააღმდეგობა, დისონანსი. მაგალითად, თუ ბავშვობიდან სწავლობ, რომ სიყვარული უდრის ტკივილს და ახლა გვხვდება 7 პარტნიორი, შენ შინაგანად გრძნობ დისკომფორტს, თითქოს რაღაც არასწორია. დისონანსი აიძულებს ფსიქიკას ან შეცვალოს რწმენა, ან დააიგნოროს ახალი რეალობის ტოტი. ტოტის შენარჩუნება საჭიროებს მენტალურ გამბედაობას და რწმენის გადაწერას. ეს ყველაფერი კავშირშია დაბალი ღირსების ბლოკებთან. და პირდაპირ კავშირშია მზისწნული მანიპურა ჩაკრასთან. ბლოკი, რომელიც ყინავს მოქმედებას და ტოვებს ადამიანს მოლოდინში, წრეზე, მუდმივ წრეზე სიარულში. საიდან მოდის? მშობლის ან ავტორიტეტისგან მიღებული უარყოფა. წარსული წარუმატებლობები, რომლებიც იქცა იდენტობად. სიმპტომურად მუდმივი ეჭვი, მეც მივიღებ ამას, კითხვის ნიშნით. გადაწყვეტილების მიღების შიში, ინერცია. ვლინდება ეს, ინერტულები არიან. რეალობის აღქმა ამახინჯებს ემოციური მიჯაჭვულებები და სიმბიოზით. ძველი ტოტები ხშირად უკავშირდება ადამიანებს, ადგილს ან გამოცდილებებს, რომელთაც ემოციური ბმა. მეორენაირად მე ამას ნეკროლოგიურ დამოკიდებულებას რო ვეძახი. ეს შეიძლება იყოს მტკივნეული ურთიერთობა, რომელსაც ადამიანი მაინც ვერ ტოვებს, ვერ ელება, ვერ უშვებს. ან შეიძლება იყოს შინაგანი ლოიალობა მშობლის ტკივილთან. თუ მე ვიქნები ბედნიერი, მოღალატე გამოვალ დედის სევდიან ბედისადმი. ფსიქიკურად რთულია ტოტის შეცვლა, როცა ამასთან ახლავს დანაშაულის გრძნობა ან დაკარგვის შიში. ეს ყველაფერი კავშირშია გულის ჩაკრასთან, გულის ემოციურ ჩაკრასთან, გულის უპირობო სიყვარულის დაბრკოლება, როდესაც არის დაბლოკილი. ეს ბლოკი ხშირად გამოიხატება ასე: მე არ მჭირდება სიყვარული, მე თვითონ გავუმკლავდები, მაგრამ ეს მხოლოდ დაცვაა ტკივილისგან. საიდან მოდის? ღალატი სიყვარულის გამოცდილებაში. მშობლისგან უარის მიღება ან ემოციური სიცივე. გაუცნობიერებელი მიტოვების ტკივილი. სიმპტომურად
ვლინდება გულში სიმძიმე ან ღრმა დაღლილობით, სიახლოვის შიში, სევდის ევოლუციური სახე და სიყვარულის მიღების უნარობა, ნებისმიერი სიყვარულის გაცემაც და მიღებაც. რეალობის შეცვლა რთულია, როდესაც არ არის ნეიროპლასტიურობის ინერცია. მეცნიერულად ტვინი ქმნის ნეირონულ ბილიკებს და რაც უფრო ხშირად გამოიყენება ერთი გზა, მით უფრო ავტომატურად ხდება ის. ამიტომაც არის მე ვინც მისმენთ სულ ვამბობ, რომ ერთი რაიმე თვისების შეცვლას ნეირონულად ტვინში ჭირდება 21 დღე. ანუ იგივეა აქაც, რაც უფრო ხშირად გამოიყენება ერთი გზა, მით უფრო ავტომატური ხდება ის. ცვლილება ნიშნავს ახალი ბილიკების შექმნას. ეს კი ენერგეტიკულად ძვირი და ძალისხმევის მომთხოვნია. ამისთვის საჭიროა დრო, მოთმინება და გაცნობიერებული ქმედება. ადამიანები ხშირად თავს ანებებენ ცვლილებას, რადგან ტვინისთვის ეს დიდი ენერგიას მოითხოვს. ამის მიზეზი კი ინტუიციის და კავშირების დაბლოკვაა, რომელთანაც კავშირი ღეროვანი ჩაკრა, აჯნა და საჰასრარასთან აქვს კავშირი. ცვლილებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბლოკი, როცა ადამიანმა კარგად იცის, მაგრამ ვერ ახერხებს ინტუიციური გზას რომ გაყვეს და მიყვეს. საიდან მოდის ეს ყველაფერი? კოლექტიური რწმენა, ინტუიციაზე დაგრძნობა სისუსტეა, არენდო საკუთარ თავს. ბავშვობაში იდეების უგულვებელყოფა, სულიერი სივრცის შიში. გამოვლინება სიმპტომურად ხშირად თავს აჯერებ, რომ არ მესმის სინამდვილეში. არ მესმის. სინამდვილეში კი შინაგანად იცი პასუხი ამაზე, მაგრამ არ აკეთებ. მუდმივი კითხვის დასმა სხვებისთვის არის ესეთი კატეგორია ხალხი, მუდმივად კითხვებს როსვავენ. სიზმრების გაქრობა ან გათიშვა. ძალიან ბევრს აწუხებს, რატო გამიქრა სიზმრები. ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის. რეალობის ტოტის შეცვლას ასევე ხელს უშლის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და შიში ამის გაკეთების, რომ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ახალი რეალობის ტოტი უდრის თავისუფლება პლუს პასუხისმგებლობას. ძველი ტოტი ხშირად იძლევა მიზეზს, მე ასე ვარ, იმიტომ რომ ასე იყო გარემო, ოჯახი, ბავშვობა. ახალი ტოტი მოითხოვს თვითშემოქმედებას, ახალი მეს შექმნას, შენ ქმნი ახალ მეს. ახალი ტოტი ბევრ ადამიანს არ აქვს ამის გამოცდილება და ეს აშინებს სწორედ. ფსიქოლოგიურად ცვლილება ნიშნავს იმ ფიქრს, ახლა ჩემი ცხოვრება ჩემზეა დამოკიდებული და ეს ბევრისთვის რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. რამდენად შეიძლება კარმულმა გავლენამ პირადმა ან საგვარეულომ შეგვიშალოს ხელი რეალობის ტოტის შეცვლაში. ანუ რეალურად შეიძლება თუ არა წარსულის დაუდგენელი გავლენებმა დაგბლოკოს ახალი რეალობისკენ გადასვლაში. პასუხი არის დიახ და ძალიან ძლიერადაც დიახ. მაგრამ მოდი დეტალურად ცოტა გრძელი გამომდის, მაგრამ ვერ შევამოკლევდი. პირადი სულის კარმა არის როგორც შიდა პროგრამა. პირადი კარმა ხშირად მუშაობს როგორც არაცნობიერი გეომეტრიული შაბლონი, რომელიც აყალიბებს ჩვენს არჩევანს, რეაქციებს და რეალობის იმ ტოტს, რომელზეც ვდგავართ. მაგალითად, თუ წინა რეინკარნაციაში არ მივიღე საკუთარი ძალა, ამ ცხოვრებაში შესაძლოა დაბლოკო ყველა გზა, სადაც ლიდერობა და ინიციატივაა საჭირო. თუ წარსულ ცხოვრებაში ავირჩიე თავგანწირვა და უარი თქვი ბედნიერებაზე, ამ ცხოვრებაში ცვლილება ან ბედნიერება შესაძლოა ქვეცნობიერად აღიქმებოდეს როგორც ღალატი. შედეგი ცვლილება აღიქმება კარმული ბალანსის დარღვევად და სულის დონეზე რჩება წინააღმდეგობად. კარმა ქმნის შიდა დაძაბვას. ერთი მხარეს სურვილი, მეორეზე ძველი მოვალეობა. საგვარეულო კარმა კი მუშაობს როგორც კოლექტიური შეთანხმება ამ შემთხვევაში. საგვარეულო კარმა მუშაობს როგორც ენერგეტიკული ლოგიკური მატრიცა, სადაც თითოეული წევრი თამაშობს როლს, ხშირად გაუცნობიერებლადაც კი. მაგალითად, თუ დედის ხაზზე ყველა ქალი იყო მიტოვებული ან უბედური, ოჯახურ ბედნიერებაზე გადასვლა აღიქმება როგორც საგვარეულოს ღალატი. თუ საგვარეულოში ბატოობდა სიღარიბე და გადარჩენის ბრძოლა
წარმატება განიცდება როგორც არარაობის ფასად მიღებული და იწვევს დანაშაულის გრძნობას ბარაქასთან და ფულთან დაკავშირებით. შედეგად შენ ადამიანში ინერგება შიდა შეზღუდვა. თითქოს იცი რომ შეგიძლია ცვლილება, მაგრამ არ მიდიხარ. გული ჩერდება სინდისის დონეზე, ხოლო ენერგია ბრუნავს წრეზე. ეს ბლოკი იმალება ფრაზებში. არ შემიძლია ისე ვიყო კარგად, როცა ისინი ასე ცხოვრობდნენ. ლოიალობა წინაპრების მიმართ. ვის მივუტოვო მათი ტკივილი. ასევე რეალობის ცვლილებების ვალდებულებაზე გავლენა აქვს კარმულ კონტრაქტებს. ზოგჯერ სული მოდის კონკრეტული კარმული ამოცანით, მაგალითად მეორედ არ დავთმო საკუთარი თავი, ან დავასრულო ოჯახის მსხვერპლის წრე. ცვლილება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ გააცნობიერებ ამ კონტრაქტს, შეგნებულად, თითოეული ინდივიდუალური. აღიარებ პასუხისმგებლობას და გათავისუფლდები ვალდებულებებისგან. შესაძლო ბლოკი თუ არ ცნობ კარმულ შეთანხმებას, ცვლილება ხდება ხელოვნური ან არამდგრადი და გვაბრუნებს ისევ ერთი და იგივე წრეზე. იმავე სცენარში, ბევრჯერ რეინკარნაციაში, ან ცხოვრებაში, ერთი და იგივე წრეზე. სული გაჩერებულია გაყინულია ერთ რეინკარნაციაში, იქამდე სანამ კარმული გაკვეთილი არ იქნება მიღებული და გადამუშავებული, სანამ სული ის ადამიანი არ მიხვდება, არ აღიარებს, როგორ თქვა, აღარც ვიცი უკვე. ერთი და იგივე რეინკარნაცია, ერთი და იგივე ტანჯვაში მოუწევს ცხოვრება, ასე რომ ვთქვათ რა. მერე კი გზა იხსნება და ხდება ახალი რეალობაში გადასვლა. როგორ როდესაც გადაამუშავებს, როდესაც გაუნათდება გონი სულს. სულს განათებული აქვს ადამიანები ეწინააღმდეგებიან მაგას. როგორ ავლენს კარმა ტოტების ცვლილებების დაბლოკვას, როდესაც ადამიანი არ ითვალისწინებს სულის მოთხოვნას. ამ დროს ცხოვრებაში გამოვლინებადი სიმპტომებია. ერთი და იგივე წრეზე მუდმივი დაბრუნება, თითქოს დრო არ გაჩერებულა. ცვლილებების მოლოდინი, რომელიც არ რეალიზდება, უკვდავი თვალთმაქცობა. სიზმრები წარსულ ცხოვრებაზე, საგვარეულო ფიგურებზე. დანაშაულის გრძნობა წინსვლისას, ემოციური დაღლა მხოლოდ საკუთარ სულზე ფიქრითაც კი. კარმული ბლოკები არ ნიშნავს, რომ ცვლილება შეუძლებელია. ის ნიშნავს, რომ ცვლილება მოითხოვს გონივრულ, შეგნებულ, სიყვარულით სავსე მოქმედებას. კარმა იქნება ეს პირადი თუ საგვარეულო ქმნის შინაგან უხილავ სცენარს, რომელიც ხშირად აღვქვამთ როგორც ბედი, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის გაუცნობიერებელი გამეორება. რეალობის ტოტების შეცვლა ითხოვს ამ სცენართან შეჯახებას, რასაც ბედს ეძახით, რაც იწვევს შიშს, დანაშაულს და წინააღმდეგობას. როცა ცვლილებას ეწინააღმდეგები, ხშირად ეწინააღმდეგები არა რეალობას, არამედ შენში დალექილ ძველ ვალდებულებას. არ უღალატო წარსულს. რეალობის ტოტების შეცვლა მხოლოდ ფსიქოლოგიური არჩევანი კი არა, სულიერი სიმამაცია. ეს არის გზა, სადაც უნდა გააცნობიერო, ვისი ცხოვრები ცხოვრობ, ვისი ბორჯღალი ტრიალებს შენს შიგნით, ვისი ტკივილი არ გაძლევს შენს რეალობაში წინსვლას. შენ სულს აქვს უფლება აირჩიოს ახალი რეალობის ტოტი, მაშინაც კი, როცა ეს სხვებისთვის დაუჯერებელია. სული ამბობს, მე ვიხდი სიყვარულით, დავწყვეტ ამ ისტორიას. ვირჩევ ახალ გზას, ვირჩევ სინათლეს, იმ ადგილას, სადაც მყარად იდგა სიბნელე. გამოსავლის არის სამ საფეხურზე, სამ ნაბიჯში. პირველი, გააცნობიერე, რა კარმული ან საგვარეულო მაგაკავებს, ვინ გაჩუქა ეს ტკივილი და რატომ გახდი მისი მეტარებელი. გაანეიტრალე, კონსულტაციებით, მეტაფორული თუ ტაროს ბარათებით, შეგიძლია დაუბრუნო სხვას ის, რაც შენი არ არის. მარტივად ვაბრუნებ, გრძნობ და ვაფასებ, მაგრამ ვეღარ ვატარებ. გააქტიურე ახალი ტოტი. შეარჩიე სიმბოლო, ფერი, სიტყვა ან რიტუალი, რომელიც გახდება შენივე ხელმოწერა ახალ რეალობაში. ჩაწერე ვიდეო, სადაც
რა შეგიძლია გააკეთო, ჩაწერო ვიდეო, სადაც აფიქსირებ გადაწყვეტილებას, დაწერე მინი მანიფესტი შენს ახალ რეალობის ტოტზე, შეადგინე ახალი გეგმა შენი ეკოლოგიური სურვილების. და ბოლოს დასასრული ან დასაწყისი, გახსოვდეთ, შეგიძლიათ ჩაიწეროთ როგორც აფირმაცია. მე არ ვარ ჩემი წარსულის უღრანი ტყე. მე ვარ ამჟამინდელი სულის არჩევანი. ვირჩევ სიყვარულით, ცნობიერად და მადლიერებით ჩემსავე ახალ რეალობას. მადლობა.